თბილისში ქურდიანის ქუჩაზე მომხდარ სროლას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე მსხვერპლა რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით შემთხვევა საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც გარდაცვლილი პერიოდულად მიდიოდა. მეზობლების თქმით, ღამის საათებში რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა, ხოლო დაჭრილებს შორის მოკლულის მეგობარიც აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. არსებული ინფორმაციით, სროლის დროს სახლში რამდენიმე პირი იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინციდენტ დაკავშირებული ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. საქმის დეტალებზე და დაჭრილთა მდგომარეობის შესახებ უფრო ცლად ახლა ისაუბრებს ეკა ლემონჯავა, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ეკა, მოგესალმები და გისმენთ. მოდი დავიწყოთ ბოლო ინფორმაციით. ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე სულ რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულებმა ერთ-ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ნიკა ქარელაშვილი გარდაიცვალა. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი შემთხვევის ადგილიდან მიმალვა ცდილობდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, საუბარი არის მე-7 სართულზე, საიდანაც ის გადავარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით ის გარდაიცვალა. სწორედ მის სახლში მოხდა, ნიკა ქარელაშვილის სახლში, ფიზიკური დაპირისპირება. რაც შეეხება დაჭრილებს, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები, ერთ-ერთი მათგანი არის ბრალდებული, ერთ-ერთი დაჭრილი არის მოთავსებული გლობალ მედში. ჩვენ ვესაუბრეთ მის კლინიკის დირექტორს, როგორც ის აღნიშნავს, მამაკაცი წუხელ დაახლოებით 21 საათზე შეიყვანეს მათთან კლინიკაში ცეცხლსასროლი ნასროლი ჭრილობებით. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ის და მას ამ წუთებში რიგით მეორე ქირურგიული ჩარევა უტარდება. რაც შეეხება მეორე პირს, ის კლინიკა ჰელსინკოში არის მოთავსებული და უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრალდებული სწორედ ის არის, ვინაიდან კლინიკას ჩვენ დავუკავშირდით და დაჭრილ მამაკაცთან დაკავშირებით კომენტარს მედიკოსები არ აკეთებენ. მომენტისათვის როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა დახმარება ჩაუტარდა თქვენთან? პაციენტს აღენიშნებოდა ორი ცეცხლსასროლი ჭრილობა, შემავალი ჭრილობა გუმბების არეში და წვევის არეში. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, კონკრეტულად ჰეპატორაფია, ანუ ღვიძლის გაკერვა და ამჟამად შეყვანილია მეორე ოპერაციაზე. როგორც ირკვევა, სისხლიანი დაპირისპირება სწორედ ნიკა ქარელაშვილის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მისი მეზობლები აცხადებენ, რომ ეს სახლი მას ეკუთვნოდა, თუმცა პერიოდულად მიდიოდა აღნიშნულ მისამართზე ნიკა ქარელაშვილი. მეზობლებმა გაიგეს გასროლის ხმა და ასევე დაინახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მეტ ინფორმაციას მეზობლები ან არ ფლობენ, არ საუბრობენ. საგამოძიებო მოქმედებები დღეს შუადღემდე გრძელდებოდა ქურდიანის ქუჩაზე. მაურის ხმა გავიგე და აიმიდან გადავიხედე და ხალხი დავინახე უბრალოდ. რომ აი ასე სროლის ხმა ასე მეთქი დაბლა იყვნენ. სასწრაფო დავინახე, დაბლა მოსული. პოლიცია ჩემთან უშუალოდ არ ყოფილა, არ მოსულა არავინ საერთოდ. იძახიან, რომ აქ ცხოვრობს, რეპორტაჟი ვნახე მე და მეზობლები იძახიან, რომ ანუ ცხოვრობს არა, მაგისი სახლია. ხმაური გავიგე, აი როგორ გითხრა, ძალიან დიდი ხმაური იყო, ხო მე ვერ დაუკავშირე სროლა, ანუ არც გამიფიქრებია, რომ სროლის ხმა იყო და რო გავედი გარეთ, გადმოვარდნამდე ხმაური არ გამიგია. ვიცი რომ აქ არ ცხოვრობდა და მოდიოდა ხოლმე თავის სახლში. ეგრეთ თქოს მეზობლებმა, თორემ მე არც ვიცი ეგ ბიჭი ვინ იყო. ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე, როგორც უკვე გითხარით, სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს და სწორედ ამ მუხლებით წარუდგენენ დააკავებულ პირებს ბრალდებას. ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ცეცხლსასროლი იარაღის მარცხაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გასაღება და ასევე ორზე მეტი პირის მკვლელობის მცდელობა. დაჭრილი მამაკაცი არის გიორგი ველიჯანაშვილი, ერთ-ერთი დაჭრილი, რომელიც კლინიკა
გლობალ მეტში არის მოთავსებული და როგორც უკვე გითხარით, მას ამ წუთებში ქირურგიული ჩარევა უტარდება, რაც შეეხება მეორე დაჭრილს, რომელიც სავარაუდოდ არის ბრალდებული, მისი ვინაობა უცნობია, ასევე უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინაიდან კლინიკაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ალბათ უფრო მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დაკავებული პირების ადვოკატების ვინაობა გახდება ცნობილი.